ქართული ოცნობის მმართველობისა და არსებული საარჩევნო რეფორმის პირობებში არჩევნებში მონაწილეობას აზრი არა აქვს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას გამორიცხავს მიუხედავად იმისა, რომ 4 ოქტომბრამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. საარჩევნები ევროპული წარმომადგენლობის დაკვირვების ქვეშ ახალი საარჩევნო კოდექსით და მხოლოდ ამ შემთხვევაში აქვს აზრი თუნდაც იმ რიგგარეშე არჩევნებს, რომელსაც ახლა ითხოვს ქუჩაში გამოსული საქართველოს მოსახლეობა. და რაც შეეხება კანონით დადგენილ შემოდგომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, რა თქმა უნდა, იქამდე დრო დიდია, თუმცა გეტყვით, რომ პირად ჩემს მოსაზრებას გეტყვით, რომ არანაირ არჩევნებში შესვლას ქართული ოცნების მმართველობის პირობებში და მათ მიერ ჩატარებული ელექტრონული ცრუ არჩევნების პირობებში აზრი არ აქვს. რადგან ეს იყო არჩევნები, სადაც 8 ციფრსაც სურთ, იმ ციფრს დაუწერენ ნებისმიერ პარტიას. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე საუბარი პარტია გახარია საქართველოსთვის აქტუალური არ არის, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ქვეყანაში დღის წესრიგში ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისა და აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო ტალღა არ ცხრება. დღეს არააქტუალურია ეს საკითხი პარტიისთვის, რომ განიხილოს ჯერ საკმაოდ დიდი დროა დარჩენილი, თითქმის 7 თვეა დარჩენილი იქამდე სანამ თვითმმართველობის არჩევნები შედგება და პარტია გახარია საქართველოსთვის ყოველთვის ასრულებს ხალხის დაკვეთას. აქედან გამომდინარე პარტიისთვის დღეს არ არის აქტუალური საკითხი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას თუ არ მიიღებს მონაწილეობას. ბევრად უფრო მეტი საქმეა დღეს გასაკეთებელი, ვიდრე იფიქრო მიიღებს თუ არა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში. საარჩევნო რეფორმა და ახალი საპარლამენტო არჩევნებია მთავარი პროცესებში ჩასართავად ლეიბორისტული პარტიისთვისაც, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად საპარლამენტო მანდატების გარეშე დარჩა. ძირითადი აქცენტი ჯერ უნდა გაკეთდეს საპარლამენტო არჩევნებზე, საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს ობიექტურად, არათუ ამათი დათვლებით. როგორც ჩვენთვის ცნობილი არჩევნებს ვინც ითulis ის იგებს და სულად ისე გააკეთეს ამათ თუ გინ აი ამ ელექტრონულ სისტემით ჩატარებულ არჩევნებს და არავითარი აზრი არ ექნება ადგილობრივი მმართველობის არჩევნებს თუ ისევ ამ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და ისევ ამ ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ გააკეთა. ძალიან კარგად გვახსოვს 2010 წელს ლეიბორისტული პარტიამ ადგილობრივი მმართველობის არჩევნებს გამოუცხადა მაშინ ბოიკოტი და არც ერთი გვერდით არ დაუდგა. მარტო ლეიბორისტული პარტია დარჩა ესე რომ ვთქვათ არჩევნებს გარეთ და მაშინაც რო გაეკეთებინათ. ამასთან შედარებით უფრო სხვანაირი სიტუაცია იყო, მაგრამ მაშინაც არ იყო კარგი სიტუაცია და დღეს უკვე ისეთი პოლიტიკური ვითარება და პოლიტიკური სიტუაცია არის, ქუჩაში დაждდებენ უკვე თუ იმ გადაიარა ქუჩაზე იმას აჯარიმებ. ლეიბორისტული პარტია ყოველთვის აკეთებს იმას, რაც გასაკეთებელია და რაც კი ქართულ ხალხს წაადგება, ყოველთვის გააკეთებს იმას და თუ კი საჭირო იქნება, ლეიბორისტული პარტია უარს იტყვის ადგილობრივი მმართველობის არჩევნებზე. ქართულ ოცნებაში კი აცხადებენ, რომ არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, მიიღებს თუ არა მონაწილეობას ოპოზიცია არჩევნებში. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ გაძარცვულ ოპოზიციურ სუბიექტებს დიდი უპირატესობით დაამარცხებენ. ოპოზიცია ისედაც იცის თავის რეიტინგი, ოპოზიცია მაქსიმუმი გააკეთა თავისი. 26 ოქტომბერს, 26 ოქტომბრის შემდეგაც მაქსიმუმი გააკეთა, ყველანაირად გაშლებულები არიან, მნიშვნელობა არ აქვს. შემოვა თუ არა ოპოზიცია, ეგრეთ წოდებული ოპოზიცია არჩევნებში, ის რასაც მმართველმა გუნდმა მიაღწია ამ პერიოდის განმავლობაში ყველას დაანახა ოპოზიციის ჭეშმარიტი სახე, ასე რომ გაძარცვული ოპოზიცია ეხლა შემოვა თუ არა არჩევნებში ნაკლებად საინტერესო, მთავარია საქართველოს სწორად და წინ წარმატებით განვითარდეს დანარჩენზე ოპოზიცია ის, რაც მავნებელი ოპოზიცია რას გადაწყვეტავს, რას იზამს, ეს ნაკლებად საინტერესოა უკვე დღევანდელი საქართველოსთვის. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც 4 ოქტომბრისთვის არის დაგეგმილი, მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებს 4%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ. ამ მომრჩევლები კი საკრებულოების შემადგენლობას და მუნიციპალიტეტის მერებს აირჩევენ. ზესტაფონის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ახალი წიგნები შეიძინეს. ლიტერატურა, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალობას და მათ შორის წიგნებიც, რომლებიც თავად მკითხველებმა აირჩიეს.
91 დასახელების წიგნი, ცნობილი და ახალი ავტორების შემოქმედებიდან ცენტრალურ და სოფლების ბიბლიოთეკათა ფონდებში განთავსდება მკითხველს კი შეუძლია ისარგებლოს გატანის სერვისით, ან უბრალოდ ბიბლიოთეკის სამკითხველო სივრცეში მოთავსდეს, სადაც საამისოდ მშვიდი გარემოა. ცენტრალური ბიბლიოთეკის ბიუჯეტში გვიდევს ყოველწლიურად თანხის გარკვეული რაოდენობა, სადღაც დაახლოებით 8800 ლარი და ახალი წიგნების შესაძენად. და ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ პირველ წლის პირველ ნახევარში შევიძინოთ, იმიტომ რომ მე უკვე ტირაჟები აღარ არის ხოლმე და ამიტომ ადრიანად ვიზრუნეთ ერთი სიტყვით ამ საკითხის მოსაგვარებლად, გავაკეთეთ კატალოგები, რომელი წიგნი გვესაჭიროებოდა და თვითონ გამომცემლობებიდან ფასდაკლებით შემოვიტანეთ წიგნები. 91 დასახელების წიგნია. წიგნების გარკვეული კატეგორია არის ყველა ბიბლიოთეკისთვის, ანუ 17 ბიბლიოთეკა გვაქვს სულ ჩვენ მუნიციპალიტეტში, ყველა ბიბლიოთეკისთვის და გარკვეული კატეგორია წიგნების არის 1-2 ეგზემპლიარი შემოტანილი, ანუ მკითხველების მოთხოვნილების მიხედვით. და მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი შენაძენი არის ბიბლიოთეკისთვის, განსაკუთრებულად სოფლის ბიბლიოთეკებისთვის, იმიტომ რომ იქ ძალიან ძველი წიგნები გვაქვს ძირითადად მაინც და ვცდილობთ, რომ ეს წიგნადი ფონდი როგორმე ამოვცვალოთ და მეტი თანხა თუ გვექნება, რა თქმა უნდა, უკეთესია, მაგრამ რა საშუალებაც გვაქვს ჯერჯერობით ახალი წიგნები შემოვიტანოთ, განსაკუთრებულად ამას ვცდილობ. სულ ახალი წიგნები და რაც მთავარია, კლასიკოსები და რომელიც ჩვენ უკვე მოძველებულია, რომელიცაც მკითხველს ვეღარ გაატანა, ესეთი წიგნები არის მაგალითად გელაშვილის დედის ოთახი, ნაირა გელაშვილის. თავის დროზე როცა გამოვიდა, დიდი მკითხველები ყავდა და ბევრი მკითხველები ყავდა, იმიტომ რომ საინტერესო წიგნია. ასევე არის დოჩანაშვილის სამოსელი პირველი, ამირეჯიბის დათათუთაშხი კითხულობენ და არ გქონდა და ეხლა მოგვივიდა 2 წიგნად არის გამოცემული. ასევე არის დოსტოევსკის ეშმაკნი. უკვე იშვიათობა ჩვენთან რუსული და ნათარგმნი წიგნები დიდი ხანი არ მოსულა და საკმაოდ კლასიკოსების წიგნებია, ძირითადად ეს მინდა გითხრათ, კლასიკოსების წიგნები, რომელზეც უკვე დიდი მოთხოვნა იყო ადრეც. და ეხლა ძალიან კარგია, იმიტომ რომ მიქნებ შემოbrunდეს კითხვა, ვინც იცის, ახალგაზრდებმა არ იციან ესენი. და ვინც იცის, იქნებ მოვიდეს და გაიხსენონ ძველი სიამოვნება მიიღონ. ასევე მივიღეთ თემურ ბაბლუანის ჩვენი ქართველის მზემთვარე და პურისყანა. ძალიან საინტერესო საკითხავი წიგნია. გადამწვარი ხიდები, ეს უკვე ნათარგმნი წიგნია და კლასგარეჯის საკითხავია. ბევრი სათავგადასავლო წიგნები ბავშვებისთვისაც ძალიან კარგი საკითხავი წიგნებია. მართალი უცხოური ახალგაზრდა ავტორები, ახალგაზრდა მწერლები, რომლებიც ჩვენ არ ვიცოდით და ეხლა უკვე ფართო ასპარეზი აქვს დათმობილი და ძირითადად მაგათი ნაწარმოებებია, ყველა საინტერესოა. სუპერლიგის მე-15 ტურში ზესტაფონის მარგვეთმა გურჯაანის დელტას უმასპინძლა. მანამდე სტუმრებს 4-მატჩიანი უიღბლო სერია ჰქონდათ. ისინი ზედიზედ ქუთაისთან, რაშთან, კავკასიასთან და ორბთან დამარცხდნენ. მარგვეთთან წაგების შემთხვევაში დელტა სახიფათო ზონაში აღმოჩნდებოდა და გამომდინარე აქედან წაგება არ დაუშვა. გუნდურად და დიდი მონდომებით ითამაშა და მასპინძლებს შანსი არ დაუტოვა, რომლებიც მანამდე ლიდერთა სამეულში იმყოფებოდნენ. მოგების შემთხვევაში ზესტაფონელ კალათბურთელთა გუნდი მოწინავე პოზიციაზე გამყარდებოდა, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია და სოლიდური ანგარიშით დამარცხდა 84-66. გამარჯვებულთა შორის ყველაზე შედეგიანები იყვნენ ოცოცი ქულით კინგსპი და პოტერი. მარგვეთში 21 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო მავეინი. სანაძის ანგარიშზე კი 20 ქულა დაგროვდა.